არჩევნების არჩევნებამდე გაყალბების სქემის გაშიფრვას გამყალბებლებისგან ასეთი რეაქცია მოყვა. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა რამდენიმე კვირიანი მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე არა მხოლოდ ამ უმრჩევლის მოსყიდვა სცადა. 300 ლარი ისთვის მოგცეს. რა 300 ლარზე მეუბნებით? დახმარება მოგცეს, გამგეობიდან წეხა ხომ მითხარით, არ მაქვს უფლება რომ ავიღო? მე მაინტერესებს რატომ იღებთ კიდევ მე მაქვს რატომაც გიღებთ? შაბათის ეთერმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება, რომ რეჟიმმა ფული გადაუხადა საარჩევნო კომისიის წევრებს, თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებს, რეგისტრატორებს, ნაკადის მომწესრიგებლებს, კომისიის მდივნებს და გადასატან ხუთზე პასუხისმგებელ სპეცჯგუფის წევრებსაც კი. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში გიყვებით, როგორ ჩამოურიგა არჩევნების წინ ყველაზე გაჭირვებული ხალხისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება საარჩევნო მოხელეებს რეჟიმმა. გაყალბება კი არა, აბსოლუტურად სასაცილოდ არ მიიღებს ოპოზიციის გამოსვლა მაგ თემაზე. ეს ნანა დიასამიძეა, გლდანის საარჩევნო ოლქის მე-14 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ოლქის მიერ არჩეული საარჩევნო მოხელისა და მისი მეუღლის გაღიზიანება მხოლოდ ერთმა მარტივმა კითხვამ გამოიწვია. მე ლაპარაკები ხალხის მოგცეს 300 ლარი. ამ 300 ლარს რატო უკეთებ ასეთ ფეტიშებს პირველად მივიღე? ღმერთო ჩემო. პირველი პასუხი იყო, რომ გამგეობისგან სოციალური დახმარება არ მიუღია. 1 ოქტომბერს მე არაფერი არ ჩამერიცხა. იგივე შეკითხვაზე მეორე პასუხით გავიგეთ, რომ ფულადი შემწეობა არჩევნების წინ პირველად მიიღო. 01-2024 300 ლარი. ეს ალბათ სოციალურია. და სოციალურს იღებთ? არ უნდა ავიღო, სამი შვილის დედა ვარ? ხო და იღებთ, თქო გეკითხებით. ვიღებ? ეს ერთჯერადი იყო, არა გიღიათ მანამდე. საბოლოოდ კი თქვა ის, რასაც სინამდვილეში ფიქრობდა. 300 ლარი ზუსტად იმიტომ მომწეს, რომ პატიოს და ჩემი საქმე გავაკეთე ადამიანო. 300 ლარი დღეს რა დიახაც, მაგრამ ეს ხო ცესკომ არ მოგცათ ეს ხელფასი. გამგეობა მოგცეთ. მომის სოციალურ დახმარებას და ამოწყობილ ამბებს. ატიოსნეთ მუშაობაში ამოწყობილ ამბებს აკეთებ? თითიდან ამოწყობილ ამბებს აკეთებ? მე თქვენ გეკითხები, თითიდან ამოწყობილ როცა მიხვდა, რომ არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, შაბათის ეთერის თავიდან მოსაშორებლად ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მეუღლე გამოიძახა. გიორგი, თუ შეიძლება ერთი ამოგზანდეს სახში აქ ტელევიზიის, რომელი ტელევიზია საერთოდ? ტელე-პირველის წარმომადგენელი არის და გაქანებული მიიღებენ აქ. გიორგის ისაურმა ჯერ გვაგინა, შემდეგ კამერა დაგვიზიანა და ბოლოს სამზარეულოს დანით შეიარაღებული. სიცოცხლის მოსპობით დაგვემუქრა. ანუ დანით მოგზდებს ხალბატონო? არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე კვალიფიციურ პოლიტიკურ სუბიექტებს საკუთარი წარმომადგენლები, ანუ საარჩევნო კომისიის წევრები ყავდათ. მათ შორის ოპოზიციას და ქართულ ოცნებას. თუმცა გადამწყვეტი ხმა მაინც ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ წევრებს ჰქონდათ, რომლებიც გიორგი კალანდარიშვილმა თითქოს პროფესიული ნიშნით შეარჩია. მადლობას ვუხდით საარჩევნო მოხელეებს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სწორედ ამ გადამწყვეტ ფიგურებს, ვის ხელშიც ამა თუ იმ უბანზე არჩევნების ბედის გადაწყვეტა იყო, თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ბიუჯეტიდან ფული ისე ჩაურიცხა, რომ მათ უმეტესობას ამის საჭიროება არ ჰქონდა. ეს გაყალბება მოხდა არჩევნებამდე და აქ იყო ხალხი, ვის დადიოდა, ვინც ამას აგვარებდა. დედაქალაქში წინა საარჩევნო პერიოდში გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარების ბენეფიციარები საარჩევნო კომისიებში მოვძებნეთ. მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ერთმანეთს დავადარეთ და ასე გავარკვიეთ, რომ მხოლოდ საარჩევნო მოხელეებს თბილისის ბიუჯეტიდან კალაძემ არჩევნებამდე 2 თვით ადრე სოციალური დახმარების სახელით ჯამში 87.220 ლარი ჩაურიცხა. ამ მონაცემებში არ შედის ვაკის რაიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. დახმარებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც მიიღეთ 9 ოქტომბერს. ერთჯერად დახმარება? დიახ. ანუ პირველად მიიღეთ ეს დახმარება? კი, აბარა ერთჯერადად.
იყო თუ არა ეს იმ ადამიანების მოსყიდვის მცდელობა, რომლებსაც ფარულობის დარღვევაზე, სხვისი პირადი ნომრების გამოყენებასა და საარჩევნო კარუსელებზე თვალი უნდა დაეხუჭათ. რაზე უნდა დამეხუჭა თვალი? დარღვევები არ იყო თქვენთან? რა მე დარღვევები არაფერი არ მინახეთ. ლალი ლეჟავა ჩუღურეთის 35 უბანზე ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრი იყო. კენჭისყრამდე 17 დღით ადრე ერთჯერადი სოციალური დახმარება თბილისის მერიის ანგარიშიდან მიიღო. დაწერილი მქონდა, შეტანილი მქონდა. როდის დაწერეთ? როდის დაწერე და მარტში მე მგონი. და მარტის შემდეგ ოქტომბერში დაგეკმაყოფილა ეს? რა მნიშვნელობა აქვს? როგორ არ აქვს? კომისიაში იყავით და არჩევნების წინ გერიცხავენ ფულს. თბილისის ბიუჯეტიდან გაღებული დიდძალი თანხის ადრესატების ვინაობის დადგენა მაჩვენა, რომ არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებამ მასზე დამოკიდებული და მათგან დავალებული გახადა. მუშაობს სადმე ბატონი მურმანი? მურმან გაფრინდაშვილი, ვისთანაც ახლა მივდივართ, სავარაუდო მოსყიდვის სქემის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ამ ეზოში არსებული ორივე სახლი მას ეკუთვნის. ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრი დასაქმებულია და ფეხბურთის აკადემიაში მუშაობს. შესაბამისად, გაფრინდაშვილს სოციალურად დაუცველი სტატუსი არ აქვს და ვერც ექნება. ჩვენს მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ვადგენთ, რომ მან ფული 31 ოქტომბერს არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, კარგად შესრულებული დავალების გამო მიიღო. რაღაც ოჯახური ეს ქონდა რაღაც პრობლემები და ანუ არჩევნების წინ მანამდე არ ქონდათ ეგ პრობლემები? ეს დაკითხვა. არა, დაკითხვა არ არის, რამდენად საჭიროებდით დახმარებას ამის გარკვევას ვცდილობ. რა ვცდილობ. იმიტომ რომ კომისიის წევრი იყავით და ძალიან უცნაურია, რომ არჩევნებიდან 5 დღეში ჩაგერიცხათ დახმარება, როდესაც არ საჭიროებდით ამას და არ ხართ სოციალურად დაუცველი. თქვენ გამოძიება თუ არა ვარ ჩაგაბარეთ. კი, ჩვენ გამომძიებელი ჟურნალისტები ვართ. მაშინ არ პასუხობთ. ბიუჯეტის სახსრების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების ასეულობით ფაქტი აჩენს ობიექტურ განცდას, რომ ამ შემთხვევაში კალანდარიშვილისა და კალაძის უწყებები შეთანხმებულად და წინასწარი განზრახვით მოქმედებდნენ. სხვაგვარად შეუძლებელია აიხსნას ის, რომ მერიამ და გამგეობებმა შეჭირვებულ მოსახლეობაზე ზრუნვა 2024 წლის შემოდგომაზე სწორედ საარჩევნო კომისიის წევრებით დაიწყეს. ავიღე მეკუთვნოდა დიდი კითხვა და მას ხმევინეთ. პასუხობ. მზია თამაზაშვილი გვარწმუნებს, რომ გამგეობამ მას ფული წვიმისგან დაზიანებული კედლის შესაკეთებლად მისცა. მეც კი პასუხობ. ერთხელ აიღეთ მხოლოდ ასეთი დახმარება და მანამდე რატო არ გითხოვეთ არჩევნების წინ რატო მოხდა ეს ამბავი? მანამდე ვითხოვე 2 თუ 2 თვით ადრე ვითხოვე განცხადება. არჩევნების წინ დაგიკმაყოფილა ეს? ვაიმე არ ვიცი, როცა შეძლეს ალბათ მაშინ რა მნიშვნელობა. ქალბატონი მზია ისნის 27 საარჩევნო უბანზე 26 ოქტომბერს ოფიციალურად ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერება არც უნდა გაგვიკვირდეს. საერთოდ ვინ ხართ? მე ჟურნალისტი ვარ. ჟურნალისტი კარგად იყავი. გონიათ რომ ყველას ვისაც დანგრეული აქვს ესე აძლევენ 1500 ლარებს? საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეული არჩევნებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშებზე ჩარიცხული ფული ცოტა არ არის. თანხის მიმღები პირების უმრავლესობა გიორგი კალანდარიშვილის მიერ შერჩეული კომისიის წევრები არიან. ანუ პირები, რომლებიც ნეიტრალური უნდა იყვნენ და ანგარიშვალდებულება არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ არ უნდა გააჩნდეთ. ქალბატონი ნინა ქართული ოცნების მხარდამჭერია? კი, ხო. რა იცით? საიდან იცით? მე ვარ. კი ბატონო. ოცნების მხარდამჭერი. ქალბატონი ზაირა საარჩევნო კომისიაში ოლქიდან არჩეული წევრის ნინო ანდღულაძის დედა. ვარკვევთ, რომ მოქმედი ხელისუფლებისგან ისიც დავალებულია. ქალბატონ ნინოს 2 წლის წინ საბავშვო ბაღში ექიმად დააწყებინეს მუშაობა. საბავშვო ბაღში ექიმი. ახლა მეუღლის დასაქმებას დაჰპირდნენ. ელოდება სამსახურს რაღაც ცნობები გააკეთებინეს და არჩევნების წინ კი ფულადი დახმარებაც მისცეს. ვალიერო არ იყო ყოველ შემთხვევაში ვიცი. ჩვენ დავადგინეთ, რომ საბურთალოს გამგეობამ ერთჯერადი სოციალური დახმარება ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ საარჩევნო კომისიის 83 წევრს ჩაურიცხა. 51 ასეთი გამოვავლინეთ სამგორში, 45 ისანში, 42 გლდანში და 100 თბილისის 10-ვე რაიონში. ჩვენს მიერ მოკვლეული მონაცემები მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერს მოიცავს და არ გამორიცხავს იმას, რომ საარჩევნო დაფინანსებული მოხელეების რიცხვი ბევრად მეტი იყოს. ეს მხოლოდ ის მონაცემი არის დადასტურებაც მტკიცებულებებით შევძელით. შაბათის ეთერმა თითქმის მთელი თბილისი მოიარა და დააკაკუნა ყველა კარზე, სადაც ოცნების მიერ არჩევნების წინ დაფინანსებული საარჩევნო მოხელე ეგულებოდა.
მას შემდეგ რაც გავარკვიეთ, რომ 26 ოქტომბრის წინ გაცემული ფულის ულუფები ერთჯერადი ხასიათის იყო და მხოლოდ წინა საარჩევნო პერიოდით თარიღდებოდა, ახლა უკვე იმის დადგენას ვცდილობთ, საჭიროებდნენ თუ არა ეს ადამიანები რეალურად დახმარებას. გამარჯობა, როდის გიხდით ქალბატონ ნუნუსთან ვარ? ნუნუ მარღანიას სოციალური შემწეობა 23 სექტემბერს არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისცეს. მარღანია სოციალურად დაუცველი არ არის და ამას მისი მეუღლე გვიდასტურებს. სოციალურად დაუცველები არ ხართ თქვენ. თანაც არ იღებთ რეგულარულად ამას მარტო არჩევნების წინ მიიღო და გვინდოდა გვეკითხა ეს მის კომისიის თავმჯდომარის მოადგილეობას უკავშირდება? პენსია არ მეყოფ, აბა. ქალბატონი ნუნუ სკოლაში მუშაობს? მასწავლებელია? არა. აბა? ბუღალტერი. ქალბატონი ნუნუ ჩუღურეთის რაიონში 29 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის სკოლაშიც მუშაობს და როგორც მის საცხოვრებელ მისამართზე გაირკვა, ერთი ბინა გაქირავებულიც აქვს. აქ არ ცხოვრობენ? ნუნუს თქმურები ხართ? კი ბატონო. ანუ თვითონ იქ ცხოვრობს და ეს გაქირავებული აქვს. საქართველოში სოციალურ დახმარებას 667,668-ზე მეტი ადამიანი იღებს. ამ მონაცემებით კარგად ჩანს ღარიბი ხალხის რაოდენობა, ვინც სახელმწიფო დახმარების გარეშე უბრალოდ მშიერი დარჩება. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი მოწყვლადი ჯგუფები გამოიყენა ხელისუფლებამ არჩევნებისთვის სათავისოდ. ვისაც მცირე ფინანსური დახმარებით მათთვის სასარგებლო მოქმედებას აიძულებდა. მედეა თათრიშვილი. არ არის სახლში? კლარა კვესის ქუჩაზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესთან მივედით. აღმოჩნდა, რომ მედეა თათრიშვილი საბავშვო ბაღშია დასაქმებული და ეს სამსახურიც გამგეობის წყალობით აქვს. ისიც გაირკვა, რომ სოციალურად დაუცველ თათრიშვილს ყოველთვიურ შემწეობასთან ერთად, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ურიცხავს, პერიოდულად ფულს კალაძეც აძლევს. ბოლო ასეთი ტრანზაქცია 4 სექტემბერს განხორციელდა. ეს დამასაქმა თვითონ იმარა ქვია. ვინ? გამგეობა. გამგეობა? სად ბაღში? დიახ, ჭურჭლის მრეცხავად ვარ. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როგორ გახდით? პირველად იყავით ახლა ამ არჩევნებზე? რაში გაინტერესებთ? ეს კითხვა არამხოლოდ მედეა თათრიშვილთან გვაქვს. მოქმედი კანონმდებლობითა და ცესკოს დადგენილი წესით, კომისიის წევრობის ყველა მსურველმა შესაბამისი სერტიფიცირება უნდა გაიაროს. ბატონო მიხეილ, თქვენ იყავით ოლქიდან არჩეული კომისია? პირველად არ მართლა, შეცდომაა? საინტერესოა, როგორ მოახერხეს ან მედეა თათრიშვილმა, ან მიხეილ ნაცვლიშვილმა ამ პროცედურის წარმატებით გავლა. მანქანა მოსახურებოდი ბიჭო. ვის ემსახურებოდით? რა მნიშვნელობა? ამ მნიშვნელობა ბუჯი. ქართულოცნება? რა მნიშვნელობა? არა, მნიშვნელობა როგორ არა აქვს? სინამდვილეში მიხეილ ნაცვლიშვილი ჩუღურეთის ოლქში 27 საარჩევნო უბანზე სპეცჯგუფის კომისიის წევრი იყო. მისი შემთხვევა განსაკუთრებულია. კითხვები არამხოლოდ ნაცვლიშვილის სერტიფიცირებაზე ჩნდება. იკვეთება დანაშაული, რომელსაც მიხეილ ნაცვლიშვილი თავად აღიარებს. კი ბატონო. ანუ ოლქის კომისიის წევრი არ ხართ? ესე რა ხართ გაფორმებული იცოდი? არ იცოდი. არ იცოდი. როგორ შევიდა და დარეგისტრირდა საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი, რომელსაც პირადობის მოწმობა არ ჰქონდა და როგორც ოჯახის წევრები გვეუბნებიან, ამის გამო ვერც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა. არ იცოდით არჩევნებზე რა იყო? კი, მანქანით ემსახურებოდა და რა. მანქანით არა, კომისიის წევრი იყო. არა, მაშინ წყვილი. არა, ნამდვილად ესეა. ორივე შემთხვევაში სავარაუდო დანაშაულთან გვაქვს საქმე. მაშინაც თუ მიხეილ ნაცვლიშვილს საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მეუღია და ის კომისიის წევრად ფიქტიურად გააფორმეს. და მეორე, თუ ეს ადამიანი კომისიის წევრად პირადობის მოწმობის გარეშე დაუშვეს. თქვენ დახმარება ჩაგერიცხათ გამგეობისგან. 250 ლარი. 150 ლარი. 22 ოქტომბერს. 150 ლარი. 250 წერია გამგეობის სიაში. ფულადი ჯილდო 26 ოქტომბრის არჩევნებზე რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობისთვის. ისეთ საარჩევნო მოხელეებს შორის, ვინც გამგეობიდან ფული მიიღო, ჩვენ დალი ვებხვაძეც აღმოვაჩინეთ. ქართული ოცნება 657. კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ქართული ოცნების წარმატებით ხარობს, ხელისუფლებისგან არამხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებს. ვებხვაძეს ოცნების გულშემატკივრობა დაუფასდა. მას კრწანისის გამგეობამ ბინაც უქირავა. ქალბატონ დალის სწორედ ამ ბინაში მივაკითხეთ. ქალბატონ დალი. კარს არ გამიღე? ბავშვები, კარი დამალები. დალი ვებხვაძეს 26 ოქტომბერს ოცნების გამარჯვება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ უნდოდა. ოლიგარქის პარტიის მხარდამჭერები არიან მისი დებიც და ამას არც მალავენ.
ცირა ვეფხვაძის დახმარებაც კალაძემ არჩევნების წინ გადაწყვიტა. 2012-დან. მათი მხარდამჭერი ხართ. ალბათ იციან კიდევაც გამგეობაში, ხო? ამის თაობას. არც არასოდეს დამიმალავს, Facebook-საც დამიწერია და ასე შემდეგ. 15,000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა, მათი სამუშაო ადგილების, სოციალური მდგომარეობისა და ფინანსური ტრანზაქციების შესწავლამ გვაჩვენა, რომ დაფინანსებულების უმრავლესობა სკოლის ან ბაღის მასწავლებელია. როგორც ჩანს, მიზერულ ხელფასზე მომუშავეების, ასევე მიზერული სოციალური დახმარებით გულის მოგება გაცილებით მარტივია. ალბათონ თეასთან ვარ ქაჯაიასთან და ეთერ ღუღუშვილთან. ტრენინგებიდან რამდენიმე მასწავლებელი. კი ბატონო, ქალბატონი ეთერი? ეთოც პირველი სვენა არის ხოლმე და რაზე მუშაობს აღზრდა? აღზრდის თანაშემწეა. მხოლოდ 91 ბაღიდან ცესკოს სამსახურში ბაგაბაღის 18 თანამშრომელი აღმოვაჩინეთ. თეა ქაჯაია და თინიკო ოქრუაშვილი რეგისტრატორები იყვნენ. ეთო ღუღუნიშვილი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. ერთჯერადი სოციალური დახმარება მათ ანგარიშზე 17, 27 სექტემბერს და 10 ოქტომბერს ჩაირიცხა. ეს ყაზარმული ჩვენ გამოგაქვთ ეს ჩაკეტილები ჩვენ გამოგაქვთ. დაკეტილი გვაქვს უბრალოდ ვირუსებია და არ უშვებთ გარედან შემოსულ პირებს. ჩუღურეთის მე-18 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს ხათუნა ელოშულსაც 62 საბავშვო ბაღში ჩვენგან მალავენ. მანაც სოციალური დახმარება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მიიღო. ამ თემაზე საბავშვო ბაღში არა. გარეთ გამოვიდეს კი ბატონო. არა, საბავშვო ბაღში. თუ ყველაფერი კანონის ფარგლებშია და საქმე არ გვაქვს წინასაარჩევნო მოსყიდვასთან, რატომ ემალებიან არჩევნების ჩამტარებელი და დახმარების მიმღები პირები ჩვენ შეკითხვებს? არჩევნებზე ბაღში აკრძალულია საუბარი და ბაღის თანამშრომლები რომ არჩევნებზე არიან კომისიის წევრები, ეგ არ არის აკრძალული? რუსულ სპეცოპერაციად წოდებული არჩევნებისთვის სამზადისი როგორც ჩანს ხელისუფლებამ დიდი ხნით ადრე დაიწყო. არჩევნების წინ ერთჯერადი დახმარებები ოცნება მეტი სიმშვიდისთვის ოპოზიციის კომისიის წევრებსაც ჩაურიცხა. ალბათ იმის გამო, რომ მათ არსებული დარღვევების მიმართ ნაკლები ყურადღება გამოეჩინათ. სოციალური დახმარების მიმღებთა სიაშია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. არ მქონდა იმედი რომ მე დამეხმარებოდა, მაგრამ მოხდა სასწავლო და დამეხმარნენ. თამარ როსტომაშვილის არჩევნო უბანზე ევროპულ საქართველოს წარმოადგენდა. მას 500 ლარი 9 ოქტომბერს ჩაურიცხეს. თქვენიც მესმის. მე თო გამიკვირდა რომ მომცეს ეს. მეც გამიკვირდა რომ ასიაში გნახეთ. დიახ, არ ველოდი. გაკვირვებული დარჩა ცოლის სახელზე გაცემული სოციალური დახმარებით ფრიდონ ინჯიას პარტიის წარმომადგენლის ქმარიც, რომელიც სახლში რემონტს აკეთებს და ხელისუფლებისგან მიღებულ დახმარებაზე არაფერი სმენია. 300 ლარი მიიღო. დახმარება? დიახ. არიცით? მე არ ვიცი, მაგრამ მეუღლე ხართ და არიცით? არ ვიცი, მე რაიონში ვიყავი და ახლა ჩამოვედი. სად მუშაობს ქალბატონი ნათია? სად მუშაობს თუ ბაღში? ევროპელი სოციალისტები, ანუ ფრიდონ ინჯიას პარტია, მათი წარმომადგენლებით საარჩევნო უბანზე ამ არჩევნების დროს ქართულ ოცნებაზე მუშაობდა. ინჯიას შვილი ბაჩი ინჯია ქართული ოცნების სიაში იყო და არალეგიტიმური პარლამენტის წევრი გახდა. სოციალურად დაუცველი არის თუ არა? კითხეთ სტატუსი აქვს თუ არა სოციალურად დაუცველის? ქალბატონო, მეგრაშუაშია. დახმარება მიიღო არჩევნებამდე 3 დღით ადრე. ლალი გოდელაშვილიც 26 ოქტომბერს ინჯიას ევროპელი სოციალისტების სახელით გლდანის მე-9 საარჩევნო უბანზე მუშაობდა. გამგეობის ანგარიშიდან სოციალური დახმარება მას არჩევნებამდე 3 დღით ადრე ჩაერიცხა. მოსყიდვის სავარაუდო ობიექტმა ჩვენთან შეხვედრა არ ისურვა. ის 45 სკოლაში პარალელურად მუსიკას ასწავლის. მიმალვაში სკოლის ადმინისტრაციაც ეხმარება. არ გაქვთ ინფორმაცია? არ ვიცი სოციალურად დაუცველი არის. ყავთ ისე სოციალურად დაუცველი თანამშრომლები? გაგზავნდით გარეთ? ყავთ ქალბატონო? გაგზავნდით გარეთ. ყავთ სოციალურად დაუცველი თანამშრომლები? არ გაქვთ პასუხი, დირექტორის მოადგილე ხართ. გაგზავნდით. საარჩევნო კომისიის წევრებს ბელა შუბითიძეს, სოფიკო კიკაძეს, ჟიული ხატიაშვილს 200 ლარი. კომისიის თავმჯდომარეებს მაკა ჯანჯღავასა და ვიტალი ხატისკაცსაც იგივე რაოდენობის თანხა. ყველა ეს გვარი სამგორის რაიონის დახმარების სიაში აღმოვაჩინეთ. არჩევნებამდე 4 დღით ადრე 300 ლარი ჩაურიცხეს თამაზ ვალიშვილსაც, რომელიც წესით კომისიის დამოუკიდებელი წევრი უნდა ყოფილიყო. 23 მილიონი არის თბილისის ბიუჯეტში გამგეობების ნაწილში ეს ფინანსური დახმარება, რომელიც ძირითადად წესით სერვისის მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა 80% ამ წინასაარჩევნო დაიხარჯა ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით და მათ შორის კომისიის წევრების მე ვფიქრობ რომ მოსყიდვა მოხდა ამ თანხებით. თბილისის 10-ვე რაიონის სიების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ სოციალური დახმარების მიმღების საარჩევნო კომისიის წევრთა 95% მასწავლებლები, ბაღის თანამშრომლები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები არიან. სასწავლებელი?
სკოლა? სკოლა. სკოლაში მუშაობ. დახმარების მიმღები პირების 99%-მა სოციალური შემწეობა წინასაარჩევნოდ პირველად მიიღო. სხვა დროს გითხოვიათ, როდესმე მსგავსი დახმარება? არა, ხოლოდ ახლა? კი, ერთხელ ვითხოვეთ და ერთ თვეში, რა ვიცი, გამიკეთეს ყველაფერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დახმარების მიმღები პირების სიაში სოციალურად დაუცველი სტატუსი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. ისე სტატუსი არ გაქვთ ხო თქვენ სოციალურად დაუცველის? ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში კომისიის წევრებზე გაცემული თანხები მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით დავთვალეთ. ისიც არასრულად. რეალურად კი 26 ოქტომბრის წინ გადამწყვეტ კენჭისყრამდე ქართული ოცნება დიდი ალბათობით სავარაუდო მოსყიდვის იგივე სქემას ამუშავებდა მთელ საქართველოში.